თუ ღამით ვერ იძინებ მშვიდად და ჩაძინებიდან რამდენიმე საათში გულა მოვარდნს ნარბენივით დაღლილს გეღვიძება, გქონდა ეს პრობლემა და გეტყვი როგორ დავამარცხე, ამიტომ ბოლომდე ვისმინე. პირველი და უმთავრესი. დღის მეორე ნახევარში გამორიცხე ყველანაირი ნახშირწყლების მიღება. ანუ შენ რო ჩაიში შაქარს არ იყრი, ეს არ ნიშნავს რომ შენ შაქარს არ იღებ. შაქარია პური, შაქარია ხილი, შაქარია ბურღულეული. მეორე, უშუალოდ ძილის წინ ჭამას მოერიდე. მე აქ გახსოვთ სხვა ვიდეოებში გეუბნებოდით რომ ღამე ჭამა არ არის პრობლემა, მაგრამ მე არ მithქვამს რომ უშუალოდ დაჭამზე უნდა დაიძინო. დაძინებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე შეიძლება ჩვეულებრივ ჭამო, გააჩნია რა სჭამ. აი თუ გაინტერესებს რა უნდა ჭამო ამისთვის პერსონალური მენიუ არსებობს, ამიტომ მომწერებ პირადში. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი. გადახედე შენს დღიურ რაციონს და ეცადე დაამატო პროტეინის, ანუ ცილის წყაროები. სადილზე მაგალითად თუ მარხვაზე ხარ ჭამე პარკოსნები, თუ არ ხარ მარხვაზე ჭამე ხორცი, თევზი, კვერცხი, სოკონების ნედრო შეიძლება ჭამო და ასე შემდეგ. და თუ გაინტერესებს როგორ უნდა ჭამო იმისთვის რომ შვიდად დაიძინო და დილით ენერგიულად და გამოძინებულმა გაიღვიძო, მომწერე პირადში. მოდი, ვილაპარაკოთ.